მოგესალმებით ჩვენო YouTube-ის მაყურებლებო, დღეს ვართ პალმერის სანაპიროზე, წყნარი ოკეანის მხარეს და ვექნება სერფინგის კლასი. ის ტერმინატორი ხარ? ეხლა ვარ პალმერის სერფინგის სკოლაში. ჩემთვის იქნება მეორე მცდელობა, თუმცა 1 წლის თავზე და პირველად ძალიან დავიყალე არ გამომივიდა, მაგრამ მგონია რომ ფიზიკურად ეხა უფრო მზად ვარ და გუგა გუშინაც ისერფინგა, ანუ გუგასთვის დღეს იქნება მესამე, ხო? და გუშინ დადგა უბრალოდ კადრები არ გვაქვს. 10 ტალღა დაიჭირა დაახლოებით. დამცავის გარეშე არ შეიძლება. განსაკუთრებით ტატუებზე უნდა წაისვათ, თუ არ გინდათ რა გაგიფუჭდეთ და სადღაც საათნახევარში დავიწყებთ უკვე ჩასვლა სანაპიროზე, იმიტომ რომ ეხლა არის მოქცევა, ანუ ზღვა ამოდის და მაღალი არის წყალი და ჩვენმა ინსტრუქტორმა გითხრა რომ არ არისო ეხლა კარგი ტალღებიო და მიქცევა რო დაიწყება ჩავალთ. ეხლა დაგათვალიერებინებთ პალმერის სასერფინგო სკოლის ტერიტორიას და მოგიყვებით რა ღირს, რა შედის და ასე შემდეგ. მოკლედ, კაცზე არის $45 გადასახდელი თუ ერთჯერადად ჩამოდიხარ. მე და გუგა ვაპირებთ რომ სისტემატიურად ვიარეთ, ამიტომ 5 გაკვეთილში გადავიხდით ადამიანზე $100 და თითო გაკვეთილი იქნება საათნახევრიანი და ამ აბონემენტის გამოყენება შეგვეძლება სადღაც 1 თვე. რა შედის ახლა $45 ერთ დღეში და $120-შიც. პარკინგი უფასო არის. მერე აქ არის ანუ დუში, გამოსაცვლელები, ასევე შედის ტანსაცმელი, აი ეს ზედები თუ არ გაქვთ, ჩვენ ახლა არ გვაქვს და შემდეგისთვის ვიყიდით. შედის დაფები, საათნახევარი და პროფესიონალი სერფერი, მწვრთნელი. გუგამ, რომელიც არჩია და როგორც უთხრეს მას საუკეთესო არისო, მას ქვია რასტა, მასაც გავგაცნო. ეძახიან, არა, რასტა მოკლედ. ეში ინსტრუქტორია, მაგრამ მაგარი ინსტრუქტორია. მაგარი ინსტრუქტორია, მაგრამ ხანდახან ეწევაო ეს რა გადმოვთარგმნოთ ჩემ ენაზე და მაგიტო ქონდა წითელი, მე მეგონა ზღვის გამო ქონდა. ზღვის გამოცდა მაგიტო. კი არა და ოკეანის გამო. მოკლედ რასტა იქნება დღეს ჩვენი ინსტრუქტორი. გაგაცნობთ და აი ესეთი საყვარელი ტერიტორია აქეთ. პიცერია არის, დასაჯდომები იქ, სნოუბორდის კი არა და სერფინგ ბორდის ვერსია არის რომ ისწავლო აქვე, ივარჯიშო, პინგ-პონგი და იქით კიდე ბარია და ძალიან სისუფთავეა სხვათა შორის აბაზანებში, ძალიან მოწესრიგებულია, რამდენადაც შეიძლება იყოს სანაპიროზე სასერფინგო სკოლა და ძალიან მოგწონს. აი მართლა ძალიან კაი სიტუაცია. მანგოს ხე, ნახეთ რა მხელა მანგოს ხე არის. აი ნახეთ. აქ სულ მანგოები არ ვიცი კადრში ჩანს თუ არა, მაგრამ წიფე მანგო, აი შეგიძლიათ რა შეგვიძლია მიწიდან ავიღოთ, სანამ ჩიტები შეჭამენ და ვჭამოთ. ეხლა დავაგემოვნებთ ხიდან მოწყვეტილ კი არა, ჩამოვარდნილ მანგოს. ნახოთ აბა როგორი გემოვთ. ხათი შორის დღეს დავიწყე ღვიძლის და ნაღლის ბუშტის 10-დღიანი ჰოლისტიკური წმენდა და ვეგანურად უნდა ვჭამო, ძირითადად ხილი ბოსტნეული და ეს რაღაცა მარტო ესეთი ხიდან მოწყვეტილი. მარტო ხიდან მოწყვეტილი უნდა იყოს. კი არა და ჩამოვარდნილი, თავისით უნდა გადაწყვიტოს, რომ მზად ვარო. სამი დაიჭირა უკვე. რომ ჭამაო და მაგაზე თუ გაინტერესებთ, მე ჩემ პირად არხზე დავდებ YouTube-ს და დამიწერეთ და დაგილინკავთ. აბა ნახოთ. რა ტკბილია. ესეთი ტკბილი მანგო არ მიჭამია. თან ტკბილი და თან მშავე, აი ნახეთ. აბა მეც ვცდი.
როგორ დავდო ფეხები? ესე არის. ესე? აი, ცოტა მივხვდი რაც უნდა ეს არის წყალზე დგომა? ნუ ეს არის? ესე? არა, დაი. ეხლა დაგათვალიერებინებთ პალმარის დასახლებას. ესეთი დასახლება პანამაში ძალიან ბევრია, როგორც წყნარი ოკეანის მხარეს, ისე ატლანტის ოკეანის მხარეს. ძირითადად სერფინგის სკოლები არის და სასტუმროები, თავის შეიძლება იოგას რეტრიტებითაც გააჩნია მოკლედ სად წახვალთ. ჩვენ ახლა ვართ პანამა სიტიდან საათ ნახევარში, ანუ ჩვენ დარჩენას არ ვაპირებთ, მაგრამ არის ესეთი ტიპის დასარჩენი, აი გესტჰაუსები, ზოგან ჰოსტელები, ზოგან სკოლა-სახლები, ძალიან წყნარი დასახლებაა, დამწყები სერფერებისთვის. აი იქით უკვე არის წყნარი ოკეანე. როგორც ხედავთ, ჩიტების ჭიკჭიკია, მანქანები საერთოდ არ არის, ანუ დასასვენებლათაც ძალიან კარგი ადგილია. ხელმარცხნივ არის ჩვენი სკოლა და უკვე იქით წინ გადიხართ ტრასაზე. აი შესახვევებში სულ ყველგან არის ესეთი სიმწვანე სახლები. ეზოები ეს ჩვენი სასერფინგო სკოლაა, პანამა Surf School ქვია. სხვათა შორის შემთხვევით ვიპოვნეთ გუშინ სადაც მივედით ჩაწერილები ვიყავით. არ მოეწონა გუგას ინსტრუქტორი ნასვამი იყო და აქ საერთოდ ლუცვამენ დღის განმავლობაში ინსტრუქტორები, ისე არ უყვართ სასმელი და მოკლედ გვერდზე ქუჩაზე გადმოვედით და ვნახეთ ეს სკოლა და ძალიან მოგვწონა. მოქცევა დასრულდა და წავედით სერფინგზე. გუგას ჩემი დაფა მოაქვს. ელენე. Guga and Elena. And your name? Alex. Alex. Alexi ქვია. Are you a good swimmer, Elena? Yes, I can swim well. Okay. მარჯვნივ არის გუგას, კი არა და ჩემი დაფა და მარცხნივ გუგას დაფა. და ეხლა მივდივართ სანაპიროზე. საათ ნახევარი გვაქვს ხო გუგვარჯიში? თან აი დაათვალიერეთ რასაყვარელი დასახლება. სხვათა შორის პანამაში ახლა არის წვიმიანი სეზონი, მთელი დღე წვიმს ხოლმე და ძალიან გაგვიმართლა ამინჩი, ღრუბლიანი მზეა, მაგრამ არ წვიმს. პირველი გუგა იწყებს. საკმაოდ დიდი ტალღებია ისე. ნუ ჩემთვის, ცურვისთვისაც, ესეც სხვაში არ შევდივარ ხოლმე მე როგორც წესი, მაგრამ ნახეთ რა უცნაურია, ნახეთ. აქ შავი ქვიშა არის და იქით უკვე ყვითელი. აი ნახეთ როგორი საყვარელი ადგილია, ხალხი თევზაობს, ისე ზის სანაპიროზე, აი კიდე მოსწავლესთან ერთად მოვიდა ერთი კაცი და ესეთი საყვარელი ადგილია პალმარი. სხვათა შორის მიუხედავად იმისა, რომ ორ ოკეანეს შორის ცხოვრობთ, დაახლოებით ალბათ 2 თვე არ 2 თვე. ხო, 2 თვე რას არ ყოფილვართ სანაპიროზე, სულ სანაპიროს ვუყურებთ არადა და მართალია ის ეტყობა. როცა გააქვს ახლოს, გონია რომ ყოველდღე წახვალ და მე რაღაც დებ და ეხლა შევთავაზებ გუგას, რომ რამე ისეთი ტრადიცია გქონდეს, რომ ანუ შობათობი უბრივლით ან არ ვიცი პარასკევებით, რომ უფრო მეტად
შევიგრძნოთ პანამის სიკარგე. ეხლა მოკლედ არის მიქცევა, ანუ ოკეანე ჩადის უკან და ისინი ელოდებიან ალგას. აი რამდენად გამოჩნდება არ ვიცი, მაგრამ ვიდეოში მოვნიშნავ, სადაც არიან. აი, ფოსფორის ვერს ვუყედავ. იქ არიან. აი გუგად გაასვიტო ხედავ. ლა! მაგარიკა! გუგაჩა! ყაჩა! ძალიან მაგარია. როგორც მივხვდი, როგორც ცხოვრებაში, ისე სერფინგში მთავარია მცდელობით არ დაღლა, არ დანებება და აუცილებლად გამოგივა და მაგისთვის ძალიან კაი სპორტია ისე. ჩემში გაიღვიძა უკვე ზარმაცმელენ, რომელიც მეუბნება, რომ არ გინდა რაღაცა მასკულინური სპორტია და უნდა დაიღალო ეხლა და რა გინდა და მიიღე რუჯი და იყავი, თუმცა რუჯი დიდად არ გაარჩეზე ყავთანაირი მოვიდე, მაგრამ ეგ ხმები მაქვს თავში, მაგრამ ახლა ვიცი რომ გუგა გამოვა და დამცოფავს და მომიწევს. სეფერო. არის წიგნი მაქვს წამაღებული და წავიკითხავ ციფრა გუგა მისაკითხავს რა. ხა? თქვენ ხა ესე ფიქრობ. ვერჩი დამიდექით და გამოიწერეთ ეს არქით, არა აქედან გული მიგრძნობს, რომ მე პროფესიონალი სერფერი სანამ არ გავხდები, არ ჩამოვა. დამერხა ეხლა. გუგ, პირველი შთაბეჭდილებები გვითხრი, როგორი იყო? პირველი შთაბეჭდილებები. აუ, წვალობ და მე მოვო რა მაგარი. რო გამოგდის მაგრად ასწორებს. ძალიან კაი. რამდენი კალვე გამოგივიდე ჯაში? არ ვიცი, არ ეხა პროსტა ცოტა ხანი შენ ცდი და მე ისევ შევა. ეს რამ სიგრძე იყო? ხო, გაასწორე. ეხლა შენც გადამიღეთ. ხო. ეს ვიჭი ფიქრობს დამერხაო. ხოჩა, აი ეგრე. ახერა შეცურა. აი ეხლა ცდის ელენე თავი დაიჭიროს თავის პირველი ტალღა, არ ვიცი რამდენად ჩანს ამ კამერაში მზე. ის დღავს სვალებში, მაგრამ ეს უნდა გამოვიდეს, ნუ პირველივეს ძალიან დამღლელია. სანამ სწორად როგორ დაწვე მილიონი მოძრაობა და ისა რომელიც ჩვევაში უნდა გადაგივიდეს და პრაქტიკაში მოდის, მაგრამ ეს უნდა შეძლოს. ყოფილი მოცეკვავია და მოხერხებულები არიან წესის მოცეკვავეები. ოპა, აი ადგილზე ტალღის გარეშე ცადა და გონი გამოსდის. აგრეთ პრაქტიკაა ძალიან ბევრი, როგორც ყველა ფერში, ზოგ სპორტში უფრო მეტად, ზოგ სპორტში უფრო ნაკლებად. თუნდაც მოყვარულის დონეზე რო შეძლო. ძალიან ბევრი
მუშაობა და შრომა ჭირდება. მაგრამ ღირს ეს ყველაფერი იმათ. პირველი რომ ეს პარტი ყველასთვის არ არის, ძალიან რთული არის. ორჯერ დავდექი. კი, აი ეს პაზავე, ეს ხელი ვეღარ გავშალე რა, მაგრამ ხელის გარეშე გავაკეთე და უნდა მიწაზე ივარჯიშო, მითხრა და უეჭველი გამოგივავე, ალბათ ყველას ეგრე ეუბნება ინსტრუქტორი, მაგრამ არა, ვიცი. რთულია, ძალიან რთულია და კიდე ერთი რაც დამემართა რომ ვისვენებდი ტალღებზე, აი მაგრას გულისრევი შეგრძნება მომიტანა ცოტა რა, აი ამ ყევისგან, დაღლილობისგან. ხოდა ეხლა დავისვენებ და შენი ჯერია, მაგრამ მაგარია. მაგარია მართლა. ხოდა გუგა მიდის ეხა. გუგა შერია. აი თუ ჩანს ეს თითი ქვებზე მივეხახუნე და თვითონ დაფაზე ცურვაც აი ხელებს დაფაზე ყოფნა როცა შეუჩვეველი ხარ იმიტომ რომ ეს დაფა არის ხაოიანი იხეხავს ხელებსაც აი როცა გვერდზე იმაშვები ცურავ აი ამში და მხარეს და მუხლებს და ოდნავ ტერფებს მაგრამ ისა სხვათა შორის ვინც იოგას ვარჯიშობთ, ამ პილატეს ვარჯიშობთ, ოღონდ პილატეს არ რეფორმებს, არამედ უფრო იოგის ბაზაზე, რომელიც არის, ძალიან გაგიმარტივდებათ. მე თვითონაც ვარჯიშობდი და ზუსტად დგომის პრინციპები არის, აი warrior pose, მებრძოლის პოზა რაც არის, ეგ არის და უბრალოდ სწრაფად უნდა გააკეთო და ეხლა დავდივართ მე და გუგა იოგაზე, უბრალოდ მე ჯერ უფრო gentle yoga, nazi yoga ქვია, რასაც ვაკეთებ, იმიტომ რომ მინდა რომ ნელ-ნელა დავიწყო და დარწმუნებული ვარ, რომ ის ძალიან დაგვეხმარება. იქიდან რომ გამოვდიოდი, კი ვუთხარი მასწავლებელს, რომ მიწაზე ვივარჯიშებთ, მაგრამ გული მაქვს აჩხარებული საკმაოდ და ეს გულის რევის შეგრძნება მაქვს, დაღლილობა არის თუ აი ეს წყალზე ტივტივი არ ვიცი, მაგრამ ჯობს დავისვანო. საერთოდ ისეთი ხასიათი მაქვს, რომ ძალიან თუ დავაძალებ რაღაცას, თავს და ხშირად დამიძალებია. მე აღარ ვუბრუნდები და ჯობს სუბუქად მივუდგე და ნელ-ნელა ვისწავლო არ არის ახლა საჭირო რომ პირველივე გაკვეთილზე 1 საათში ტალღაზე ვიდგე დამწყებივით. ჯერ დამწყებიც არ ვარ, მეორე ჯერცად. თუმცა პირველ მცდელობასთან შედარებით, რომელიც მქონდა 1 წლის წინ, ნამდვილად გამომივიდა. ერთადერთი არის რომ აი ვიბნევი ჯერ ხელი, ფეხი ერთად, სწრაფად როგორ აი ეგ მაგ მექანიკას რო დაამუშავებ და მაგაზე დროს აღარ დახარჯავ, თუნდაც ნახევარ წამს რო ჯერ ფეხი უნდა იყოს თუ მერე ხელი და როგორ ახტე ბევრად მარტივი იქნება, იმიტომ რომ ნუ ტალღა ეხა შენ ფიქრებს არ ელოდება, ძალიან მაგარი მედიტაცია არის და აწმყოში ყოფნის პრაქტიკა, იმიტომ რომ სხვაზე ვერაფერზე ვერ ფიქრობ, ან ტალღაზე ხარ, ან ტალღას ელოდები, აკვირდები ოკეანეს, შენ თავს ემზადები, ძალიან მაგარი არის და თუ გაქვთ შესაძლებლობა, აუცილებლად ცადეთ ქალებმაც და კაცებმაც, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაც, როგორც უფრო მეტიკაცია შეიძლება დაკავებული სერფინგით, მაგრამ აბსოლუტურად ყველასთვის არის და მაგარია, ძალიან მიხარია. ეხლა შიგნით რა ვიყავით, ცი რაღაც თავდაჯერებული არ ვიყავი და ცოტა ის მქონდა, რომ აი ტალღის მოსვლის მეშინო და ამ ინსტრუქტორს ვუყურებდი, ხო ახლოს არის და ეხა კარგად ვხსნებ თავს ხმელეთზე რომ ვარ დიდგულზე ვარ. ძალიან ვენდობი ჩემ თავს როგორც ზივარ და რაღაცა მიწა არის და ასე შემდეგ და წყალში ვერ ვიყავი რაღაც ეგეთი თამამი და ელენე. როგორც ვარ და როგორცაც მიცნობენ.
So, on average, how long does it take to be on the beginner level? It's more better one bigger because give you more balance Okay. and you make possible easy the pop up. And how many classes do you need? Depend of your For ability me and really. for kids. Do it now, nice now. You need more practice, but you know you can do it. Yeah. Just Like 10 classes? not 10 class, depend of your ability, how much fast you learning. Okay. წავედით ახლა უკან სკოლაში. წინავიდა ვინც ნახეთ იქ შეიტყობდით რომ კომპიუტერს ყიდდი და თუ ვინმეს დააინტერესა გავყიდე და iPad-იც ვიყიდე და სარფიანი შეთანხმება გამოგვივიდა და ვერ გაგვაცურა ვერავინ. განსაკუთრებით სარფიანი Google-ს გამოვიდა, იმიტომ რომ iPad-ი მესამე ფასში მაყიდინა ვიდრე Mac-ში ეღირებოდა და პროცენტი გამომარჯვა მაგ сделкაში. Ilya is from Georgia. Yes. I think it's from აი ილია თოფურია იცის მაგალითად ვინ არის. You know Merab Dvalishvili? Yeah, the machine. მოკლედ აქ UFC იცის ჩვენმა მწვრთნელმა და ჩვენი მებრძოლებით იცის. ეს ესე უნდა გარეცხოთ, რომ მარილმა არ გააფუჭოს თქვენი დაფა. კაიგა? ცოცხლია, რა. წყალი, სიცოცხლეა. წყალი არის, რა წყალზე ბედნიერება ეთერია. მე ცეცხლი და ბუხარი მირჩევნია და კომფორტულ სკამში ჯდომ. დივანზე წოლა უფრო სწორად. მე რა ვქნა, მე კომფორტში იმას არ გულისხმობ მაინც და მაინც რომ რაღაცა ლაქშარი, მაგრამ კომფორტი მიყვარს რა. კი. ჩაი, თბილი ცხალი, ჩაი, თბილი სახლი, ფუშფუშა, გადასაფარებელი. წარმოიდგინეთ, გუგამ დღეს დილას იორჯიშა მაქსიმუსთან ერთად ირბინა, ეხა სერფინგი იქონდა. და ეხა აქედან მიდის კიდე 2 საათი. ფეხბურთი უნდა ითამაშოს, რა ვიცი, ტერმინატორი ხარ? დავასრულეთ სერფინგის კლასი, 2 საათი გაგრძელდა. ყველაზე დიდი დაბრკოლება სირთულე რა არის შენი აზრით სერფინგის სწავლაში? ბალანსი. რა ცხოვრებაში ვფათე. ეგა სერფინგშიც ან ბალანსის შენარჩუნება და ნებისმიერ რაღაცას შემიზრით უნდა მონდომება და შრომა და ნებისმიერი მიმართულება გამოგივა ნებისმიერი სპორტის, რა თქმა უნდა. ამ სპორტსაც ჭირდება ენერგია და მონდომება და დრო და გამოგივა. ანუ თავარი პრაქტიკაა. ეს იყო ჩვენი პირველი საერთო გაკვეთილი აქ. ამის გარდა გვაქვს კიდე 4 საერთო გაკვეთილი დარჩენილი და ბოლო გადავიღოთ ალბათ, ხო? რომ ყოველ კვირაში ერთი და იგივე სხვა არ გადავიღებთ. და ბოლო გაკვეთილს გადავიღებთ და თქვენს ნახავთ ჩვენს პროგრესს. ეს პირველს და ბოლო გაკვეთილს შორის განსხვავებას და მოკლედ ჩვენ ძალიან გვიყვარს წყალი და ეს სპორტიც ჩვენთვის ვფიქრობ რომ იქნება გამაძლიერებელი. რა წყალი სიცოცხლეა და ძალიან წყლის ძალა მოგცეთ ღმერთი. გამოგვიწერეთ. ვიდროებით და ხო გამოგვიწერეთ არ და გავიწყოთ ამდენს წვალოთ თქვენთვის. გამოგვიწერეთ, აბა ბედნიერად.